Tina Boguchava, ჩვენი სტუმარი, მოგესალმებით Tina. მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. ჯერ კიდევ გუშინ მე თქვენთან ვაპირებდი საუბარს და ამაზეც ვისაუბრებ რასაკვირველია თქვენს ბრიტანულ ვიზიტზე, მაგრამ ყოველდღიურად გვეწევა სიახლეები, რომელიც ძალიან კარგად აჩვენებს რა გზაზეა ეს ქვეყანა შემდგარი. ბაჩიაშვილის შეფასებით უნდა დავიწყოთ დღევანდელი დღე. დარწმუნებული ვარ თქვენც ასე ფიქრობთ. კი, რა თქმა უნდა, ჩვენ დღეს ბრიფინგი გქონდა ჩანიშნული სწორედ იმაზე, რომ გამოხმაურებოდით და ერთგვარი შეჯამება გაგვეკეთებინა ჩვენი ვიზიტის გაერთიანებულ სამეფოში, თუმცა რა თქმა უნდა ვისაუბრეთ უპირველეს ყოვლისა სწორედ იმ წამების ფაქტზე, რასაც ასახავს ის წერილი, რომელიც საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი, რომელიც ახლა მაყურებელს თქვენს წაუკითხეთ. სადაც გიორგი ბაჩიაშვილი რეალურად აწამეს პენიტენციურ დაწესებულებაში, მას მიღებული აქვს მძიმე დაზიანებები თავის არეში, რის გამოც მოუწია ციხის ადმინისტრაციას, რომ ის გადაეყვანა სამედიცინო დაწესებულებაში. მე ეს ბრიფინგზეც ვთქვი და ახლა გავიმეორებ, რომ ნორმალურ სახელმწიფოში ბუნებრივია ნატურალური ინსტინქტი, ასე ვთქვათ, ბუნებრივი ინსტინქტი არის ის, რომ მოითხოვო გამოძიება, თუმცა ამ ქვეყანაში ამ მოთხოვნას არანაირი აზრი არ აქვს. იმიტომ რომ ყველამ ძალიან კარგად ვიცი ვინ არის ამ ძალადობის ავტორი, ხო? ამას აღწერს კიდეც გიორგი ბაჩიაშვილი და სიმართლე გითხრათ, მე არასოდეს ეჭვი არ მეპარებოდა, რომ ის ამგვარი ზეწოლის მსხვერპლი გახდებოდა სატუსაღოში, რომ ბიძინა ივანიშვილი სხვადასხვა გზებს გამოიყენებდა, თუმცაღაც სიმართლე გითხრათ, მე მეგონა მაინც უფრო რომ ფსიქოლოგიურ ტერორს მიმართავდა და არა ამგვარ ფიზიკურ წამებას, რომლის კვალიც მათ შორის გიორგი ბაჩიაშვილს რა თქმა უნდა დაეტყობა და ეს კიდევ ერთი მტკიცებულება იქნება იგივე სტრასბურგისთვის, სადაც ძალიან ცუდი დღე ელოდება ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს და მას პირადად. როდესაც დადგება მათი პასუხისმგებლობის საკითხი, იმიტომ რომ ბუნებრივია ეს პროცესები გარკვეულ დროს მოითხოვს, მაგრამ საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, ეს სამართალი და ეს განაჩენები დადგება. მაგრამ როგორც ჩანს, ივანიშვილს ძალიან ეჩქარება ამ ფულის ამოღება, ამიტომ ის აღარ დაჯერდა ფსიქოლოგიურ ტერორს და პირდაპირ ფიზიკურ წამებაზე გადავიდა იმისთვის, რომ მე არ ვარ ნამდვილად კრიპტოვალუტის ექსპერტი, მაგრამ რომ ეს ეგრეთ წოდებული კოდები, ასე ვთქვათ, ამოეღო გიორგი ბაჩიაშვილი იმიტომ რომ მას სოფო ძალიან სჭირდება კეში. მას სჭირდება ფული, მას სჭირდება ნაღდი ფული, ამიტომ აშანტაჟებს უკვე მის გარემოცვას, ამიტომ ახორციელებს ესეთ ზეწოლას ბიზნესმენებზე და რა თქმა უნდა შემთხვევითი არ იყო მათ შორის ერთ-ერთი მსხვილი ბიზნესმენის ცოტა ხნის წინ დაკავება და შემდგომ საკმაოდ ორაზროვანი განცხადებები ამ ბიზნესმენის ოჯახის მხრიდან, ასევე მოარული ხმები მასთან დაკავშირებით, რომ კალაძეს თხოვენ ასეული მილიონის მიტანას ამ შავი ფულის სალაროში, რომელსაც შემდგომ ბიძინა ივანიშვილი იყენებს იმისთვის, რომ ეს რეპრესიული მანქანა ამუშაოს. რა არის განსხვავება ძალიან ბევრ სხვა განსხვავებასთან ერთად ჩვენსა და მათ შორის, ხო? იმ ადამიანებს შორის, რომლებიც რუსთაველზე დგანან, ისინი რომლებიც ციხეში არიან, რომ ჩვენ ვართ იდეალისტები, რომ ჩვენ მართლაც ჩვენი ქვეყნისთვის ვიბრძვით. ხარება ის ეგრეთ წოდებული მოსამართლეები და სინამდვილეში მთავარი უსამართლობის ჭაობი და წუმპე, რაც ქართული მართლმსაჯულების სისტემა გახდა დღესდღეობით. ეს ადამიანები ხო ამას მერკანტილურად უყურებენ, ისინი ამ სიბინძურეს აკეთებენ იმ ფინანსური წახალისების ფონზე, რასაც ბიძინა ივანიშვილი კეშად არიგებს. და ახლა, როდესაც სანქციები რიგმა ქვეყნებმა უკვე დააწესეს და გაცილებით უფრო მძიმე სანქციების მოლოდინშია და ამაზე იმედი მაქვს, რომ გადავალთ ერთის მხრივ ბრიუსელის მიმართულებით და მეორეს მხრივ გაერთიანებული სამეფოს მიმართულებით, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და ამაზე აუცილებლად უნდა ვისაუბროთ. რა თქმა უნდა, როდესაც მას ეკეტება, ასე ვთქვათ, ეს წყაროები და ეს ჭანჭიკები კიდევ უფრო ვიწროვდება, ხო, ეს ხულფი მისი კისრის ირგვლივ კიდევ უფრო ნერვიულობს და კიდევ უფრო მეტ ადამიანზე უწევს ზეწოლა და რა თქმა უნდა, გიორგი ბაჩიაშვილი მისი ერთ-ერთი მთავარი სამიზნე აღმოჩნდა და სოფო ერთადერთი რაც მე ვთქვი, ნუ გარდა იმისა ბუნებრივია, რომ ჩვენი სრული სოლიდარობა გამოვუცხადეთ გიორგი ბაჩიაშვილს, რომელიც რა თქმა უნდა რეჟიმის და პირადად ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ტყვეა, არის ის, რომ ეს უნდა იყოს გაფრთხილება. ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც დღემდე
დღემდე ამ ბინძურ რეპრესიულ რუსულ ყველაფრის მკადრებელ რეჟიმთან ჯერ კიდევ თანამშრომლობს, იმიტომ რომ ეს არის კრიმინალების ბანდა, რომელიც ყველაფერზე წავლენ და ივანიშვილი ყოველთვის განსაკუთრებული სისასტიკით დასჯის თავისიანებს. აი ამაში ვარ დარწმუნებული. ჩვენ ვხედავთ აი ყოფილ თანაგუნდელებს დღეს გადაგდებულს, ასე ვთქვათ, გემბანის მიღმა და 1000 უბედურებას, რომელიც აი ამ ყოფილი თანაგუნდელების მიმართ მოარული ხმებით თუ მერე განხორციელებული ფაქტებით დასტურდება, ხომ? აქ ყოფილი სანქცირებულები, რომლებიც ხარება ახსენეთ თქვენ და იგივე მინისტრები, ვინც მაგნიცკის თუ სხვა სანქციების სიაში მოხვდნენ, დღეს აღარ არიან თანამდებობებზე და თუ ბაჩიაშვილს ავიღებთ თინა, ძალიან საინტერესოა, თქვენ ისაუბრეთ სტრასბურგში რა ელისო ივანიშვილს, სისტემური მიდგომა ფულის ამოღების ოპერაცია, რომელშიც ჩართულია ბევრი სახელმწიფო უწყება თავიდან მისი გამოტაცებიდან აბუდაბიდან მოყოლებული იქსუსის უფროსი ბორტზე და ახლა ბაჩიაშვილი ყვება რომ ციხის უფროსი ეუბნებოდა რომ მომეცია ანგარიშებზე მიეცი ივანიშვილს ანგარიშებზე წვდომაო ანუ აქ ხომ არ არის საუბარი პირად რაღაც გარჩევაზე რომ ორი ადამიანი ერთმანეთს უპირს აქ ჩართულია ივანიშვილის დავალების შესრულებლად მთელი სახელმწიფო უწყებები აი რომ წარმოვიდგინოთ რა დავალების შესასრულებლად ფულის ამოსაღებად რომელიც ივანიშვილს გონია რომ ეკუთვნის რა სისტემაა ეს საერთოდ საცხოვრობთ ხო ნუ ფაქტია რომ ეს ფაქტიც ადასტურებს იმას რომ ივანიშვილის ერთადერთი საზრუნავი არის მისი ფული და სწორედ ამ ფულის ამოღება და მთელ ქვეყანას ამისთვის იყენებს ანუ რეალურად მთელი ქვეყანა სახელმწიფო ინსტიტუტები და შესაბამისად საქართველოს მოქალაქეებიც ვიმყოფებით ტყვეობაში ბიძინა ივანიშვილის ქვეყანას ტყვეობაში ამყოფებს თავის ფულისთვის არა მხოლოდ ბაჩიაშვილთან მიმართებაში და სხვა ბიზნესმენებთან მიმართებაში არამედ ასევე ქვეყნის გარეთ თქვენ გახსოვთ მათ შორის მისი ვრცელი წერილები იმასთან დაკავშირებით რომ თუ ამერიკელები იმ რაღაც მის ფულს რამდენ მილიონზე ხო გაათავისუფლებენ და მაშინ როდესაც ეს არის კერძო დავა კრედიტსვისთან რაც შვეიცარიული ბანკია და არაფერი საერთო ამას ამერიკულ ფინანსურ სისტემას და მით უმეტეს ადმინისტრაციას და თეთრსახს უნებრივი არ აქვს მაგრამ მისია ეს რუსული კრიმინალური მენტალობა და აზროვნება მაშინ როდესაც ის თავის სისტემას მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ფინანსური კალკულაციით მართავს ასე უყურებს და მე ეს ძალიან მაღალი დონის წარმომადგენლებისგანაც მომიხსენია მათ შორის ვაშინგტონიდან ჩამოსულები ისინი უბრალოდ გაკვირვებული რჩებიან რამდენად თავად ჯერა ამ კონსპირაციის თეორიის და ჯერათ ასევე მის ამ მიმდევრებს და მსახურებს როგორც არის ირაკლი კობახიძე და ასე შემდეგ. უბრალოდ ძალიან სახიფათო ამ ყველაფერში ის არის სოფო რომ როდესაც ხდება სახელმწიფო ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის ამგვარად ჩამოშვა, იმიტომ სახელმწიფო ინსტიტუტი აღარ არის დარჩენილი, რომელიც თავის ფუნქციას ასრულებს კანონის შესაბამისად. მერე მართლა ძალიან სერიოზული საფრთხეები დგება, აი მართლა ჩეჩნეთიზაციის, კადიროვიზაციის, მხედრიონიზაციის, ხო, რაღაც ფარგლებს გარეთ გავიდეს, ანუ ჩვენს გვახსოვს ეს მოვლენები და ეს ეპოქა საქართველოში, როდესაც სახელმწიფო ინსტიტუტები აღარ ფუნქციონირებდა და კრიმინალური დაჯგუფებები იყო ეს მხედრიონი თუ სხვა, ისინი მართავდნენ რეალურად და ვერ მართავდნენ სრული ქაოსი, განუკითხაობა, კრიმინალი. აი აქეთ მიექანება სამწუხაროდ საქართველოს გატაცებები, მკვლელობები, ხო, შუა ჭავჭავაძეზე მკვლელობა, შუა ვაკიდან ასევე ჩემი ოჯახის წევრი მაგალითად გატაცება ბაჩიაშვილის საზღვარგარეთ აქ ჩამოყვანა ციხეში ქურდების გამოყენებით ესეც ხო ძალიან სპეციფიური ახლა დარწმუნებული ვარ რომ ეს ადამიანი ვინც მას შეუგზავნეს იყო კრიმინალური სამყაროს წარმომადგენელი და ზოგადად კრიმინალური სამყაროს მოძლიერება იგრძნობა აბსოლუტურად ყველგან იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილი ეხლა ეგრეთ წოდებულ ბიზნესთან საურთიერთოდ სწორედ ამ კრიმინალურ ავტორიტეტს და ვინმე არჩილი რომელიც კარს აღებს და ხურავსა ეს მთელ სისტემას საჩვენებს როგორც ბაჩიაშვილი ყვება პენტენციური სისტემა გარეული ამაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გარეული ამაში შესაბამისად იუსტიციის სამინისტროც გარეულია რადგან პენტენციურ სამსახურთან უშუალო კავშირშია ხომ მთელი სისტემა არის რეპრესიულ მანქანად გადაქცეული ბიძინა ივანიშვილის ფულის ამოღებას. კი ბატონო, არავინ არ პატიობს ამას, თქვენ ახსენეთ სანქციები, ჩვენ ვნახეთ წერილი ევროკავშირის 16 და პლუს ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ გავრცელებული, თქვენ იყავით ბრიტანეთში
ბრიტანეთიდან სანქციების ძალიან ეშინია არა მარტო ივანიშვილს, არამედ მის ახლო გარემოცვას, მათ შორის ბიზნესმენებს, მაგალითისთვის რუხაძეს, რომელმაც თავიდანვე თქვა, რომ სანქციები არ არის სახუმარო თემა და ჩვენ ვიცით, რომ მისი საკითხით დაინტერესებულნი არიან ბრიტანეთში. ჩვენ ვნახეთ ლემის განცხადება, რომელმაც პირდაპირ თქვა, რომ ვირჯინიის კუნძულზე გადამალულ ქონებებს თუ კორუფციულ გარიგების ასე ვთქვათ, სავარაუდო ფაქტებს ის დაინტერესდება ამით და გამოიძიებს. რას ველით ხვალ ბრიუსელიდან და დიდი ბრიტანეთიდან რაელის ივანიშვილს? ხო, ჯერ მოკლედ მიმოვიხილოთ ბრიუსელი და ევროკავშირი, იმიტომ რომ ბუნებრივია ეს ორი ძალიან განსხვავებული რეჟიმია, ამიტომ რომ ბრიუსელში როგორც მაყურებელმა კარგად იცის, აუცილებელია 27 წევრი სახელმწიფოს შეთანხმება იმისთვის, რომ ამოქმედდეს სასანქციო რეჟიმი, პერსონალური სანქციების ასამოქმედებლად ეს არის საჭირო, თუმცა მე პირადად მქონდა საუბარი ვიცე-პრეზიდენტთან და უმაღლეს წარმომადგენელთან კაია კალასთან, ისევე როგორც თავად კომისიის პრეზიდენტთან ორმხრივ შეხვედრაზე ურსულა ფონ დერ ლაიენთან კონკრეტულად ამ საკითხზე რა უნდა გაგაკეთოს ევროკომისიამ იმისთვის რომ ევროკავშირი გამოვიდეს ივანიშვილის ერთადერთი მოკავშირის ვიქტორ ორბანის ტყვეობიდან და მან ბოროტად ვერ გამოიყენოს ერთგვარი ვეტოს უფლება რომ ივანიშვილს თავიდან აცილოს სანქციები და ამით დაასანქციროს ქართველი ხალხი. იმიტომ რომ თუ ევროკავშირი ვერ ახერხებს ამ ინდივიდუალური სანქციების დაწესებას, მას რაღაც ზომების მიღება უწევს თავისთავად, იმიტომ რომ რაღაც პასუხი ამ კატასტროფას, რაც საქართველოში ხდება, ბუნებრივია უნდა გასცეს და ამიტომ უწევს იმ ზომის გამოყენება, რასაც კონსენსუსი არ სჭირდება და ეს არის უვიზო მიმოსვლის შეჩერება. ამიტომ იმისთვის რომ ივანიშვილმა თავად აიცილოს სანქციები ორმანის დახმარებით, ასანქცირებს 3 მილიონ ქართველს და ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის რომ 3 მილიონი ქართველი არ დასანქცირდეს და დასანქცირდეს ბიძინა ივანიშვილი. და მინდა გითხრათ, რომ ორივეს პრეზიდენტს, ისე როგორც ვიცე-პრეზიდენტს, როდესაც ვესაუბრე, მათ ძალიან კარგად აქვთ გააზრებული აი ეს დილემა. ხო? და შესაბამისად განიხილავენ ბევრ სხვადასხვა ოფციას, თუ როგორ შეიძლება ვიქტორ ორბანის ამ ერთგვარი ვეტოს თავიდან აცილება. დღეს ჟურნალისტები და სხვათა შორის მათ შორის სამთავრობო პროპაგანდისტული არხის წარმომადგენლებიც კითხულობდნენ ამაზე იმისთვის, რომ გარკვეული სკეპტიციზმი, ასე ვთქვათ, აკულტივირონ, რომ ეს შეუძლებელი, ეს შეუძლებელი არ არის, იმიტომ რომ მე მათ შორის შევახსენე უკრაინის შემთხვევა, როდესაც ვიქტორ ორბანი უბრალოდ ოთახიდან გავიდა და ამით დე ფაქტო კონსენსუსი არ დარღვეულა იმისთვის, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილება კანონიერად მიეღო. თუმცა ხო, წინააღმდეგიც არ დააფიქსირა. ამიტომ მერწმუნეთ არსებობს, როდესაც არსებობს ამის პოლიტიკური ნება და ეს პოლიტიკური ნება მწიფდება და მე ვფიქრობ, რომ მომწიფებულია და ჩვენ ძალიან მალე ვიხილავთ მის ამ მოქმედებას, მაშინ ბუნებრივია ევროკავშირს შეუძლია მოქმედება. ახლა რაც შეეხება გაერთიანებულ სამეფოს. გაერთიანებულ სამეფოში ვითარება განსხვავებულია, ვინაიდან და რადგან გაერთიანებული სამეფო რამდენიმე წელია აღარ არის ევროკავშირის წევრი სახელმწიფო. შესაბამისად, ის არ არის შებოჭილი ამ დანარჩენი 27 წევრი სახელმწიფოს გადაწყვეტილებით, მას შეუძლია უნილატერალურად, ანუ მარტო იმოქმედოს და მარტო დააწესოს ეს სანქციები. ხა აქ ძალიან ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ განცხადება, რომელზეც სრული პუტინისტური ბოდვა საპასუხოდ მოვისმინეთ რუსული ოცნების პოლიტსაბჭოსგან, რომელიც მართლა მე ვფიქრობ, რომ ეს სპეკულაცია deep state-ებით განხილული ტრადიციული ეს განცხადება, რომელსაც 16 ევროკავშირის წევრი სახელმწიფო აწერს ხელს და ასევე გაერთიანებული სამეფო, უნდა გვესმოდეს, რომ სწორედ გაერთიანებული სამეფოს ინიციატივით გაკეთდა. მე იმ დღეს ვიმყოფებოდი გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, პეტრე ცისკარიშვილთან ერთად, ჩვენ მქონდა ძალიან ხანგრძლივი, ძალიან შინაარსიანი და მნიშვნელოვანი შეხვედრა და რა თქმა უნდა, გარდა იმისა, რომ ვისაუბრეთ სირიის მხრიდან საქართველოს ოკუპირებული რეგიონების აღიარების უკან გაწევაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და მიღწევადია და ამაზე ხმა არა მხოლოდ ხმას არ იღებს პორტოს დეკლარაციაში ეუთო საპარლამენტო ასამბლეაზე იმ რეზოლუციას, რომელიც მოითხოვს სირიისგან ამ აღიარების უკანწევას, ხმა არ დაუჭირეს, რატომ? იმიტომ რომ მათთვის რეჟიმის გამართლება და შენარჩუნება უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. ეს ჩვენთვის ბუნებრივია ასე არის, ჩვენთვის ეროვნული პრიორიტეტები არის, იყო და
და იქნება ეროვნული პრიორიტეტები, ამიტომ პოზიციაში ვართ თუ ოპოზიციაში. უპირველეს ყოვლისა ვაყენებთ ამ საკითხებს, მაგრამ ამასთანავე, რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ სანქციებზე. სანქციების აუცილებლობაზე, რაზეც შეთანხმებულია უკვე მინდა გითხრათ აღმასრულებელი ისევე როგორც საკანონმდებლო ორგანოები ბრიტანეთში, იმიტომ რომ ჩვენ ასევე ძალიან ბევრი შეხვედრა გქონდა საკანონმდებლო ორგანოში, ძალიან დიდი ხანია გვესმის ეს, მაგრამ პირველად მოვისმინეთ ლემისგან ძალიან ასეთი აქტიური განცხადება, რომ დაინტერესდება. კი, დაინტერესება, იმიტომ რომ დანამდვილებით და სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებაშიც და კერძოდ საგარეო უწყებაში, რომლის განცხადებაც ამ საერთო განცხადებამდე გახდა ცნობილი, სადაც ასევე თქვეს, რომ ყველა ზომებს განვიხილავთ, რა თქმა უნდა, აქ იგულისხმებოდა სანქციები, ძალიან აქტიურად მიდის ამ თემაზე საუბარი და არა მხოლოდ საუბარი, არამედ მუშაობა. იმისთვის, რომ ეს სანქციები ამოქმედდეს, უბრალოდ ეს არის დროის ფაქტორი და ბუნებრივია, ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ ერთის მხრივ ეს სანქციები სწორ პირებს მოიცავდეთ, აი თქვენ ირაკლი რუხაძე ახსენეთ და ის ასე ვთქვათ თავს იწონებდა იმით, რომ როგორც ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე და კაც მარიცის მოქალაქეობა სიმართლე გითხრათ როდის და რა გარემოებებში მაგნიტსკის სიაში მიღებული ვერ მოხდები მაგნიტსკის სიაშიო, მაგრამ სამაგიეროდ შეიძლება მოხდეს ბრიტანული სანქციების ქვეშ და ვისაც ეს საერთაშორისო ფინანსური სისტემები კარგად ესმის, ძალიან კარგად იცის რას ნიშნავს ბრიტანული სანქციები, რომ ეს იქნება მომაკვდინებელი არა მათთვის ინდივიდუალურად და რაც მთავარია, ეს იქნება უმნიშვნელოვანესი წინგადადგმული ნაბიჯი რეჟიმის დემონტაჟისთვის, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს ფინანსური წყაროები გადაუკეთოთ ბიძინა ივანიშვილს, რომელიც კვებავს ამ ძალადობრივ მანქანას ქართველი ხალხის წინააღმდეგ. აი ამაზე ვმუშაობთ ჩვენ მიზანმიმართულად და დიდი იმედი მაქვს, რომ შედეგიც იქნება დროულად და რაც მთავარია შეეხება იმ კონკრეტულ პირთა წრეს, რომელზეც ჩვენ ვმუშაობთ. დროულად რას ნიშნავს? რამდენად მალეელით ამას თინა? იცით რა არის თავად ვერ დააწესებთ ამ დროის შეზღუდვებს თავისთავად უნდა მომწიფდეს იქ, სადაც გადაწყვეტილება მიიღება, მაგრამ მაინც. ხო, ნუ წინსწრებად ხა ამას თავად სახელმწიფო მეთაურებიც ამბობენ ხოლმე, რომ და იგივე ელჩებსაც არაერთხელ უთქვამთ, რომ წინსწრებად სანქციების დაანონსება არ ხდება, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ამ თვალსაზრისით ბიძინა ივანიშვილი ნამდვილად ასხავს, ასე ვთქვათ, მათ წისქვილზე წყალს, ვინც ვამბობთ, რომ პერსონალურად მასზე სანქციები უნდა დაწესდეს, რაც შეიძლება მოკლე დროში, იმიტომ რომ ეს ადამიანები ხედავენ, რომ საქართველოსდან ჩასული დელეგაციები რიცხობრივად სულ უფრო და უფრო მცირდება, იმიტომ რომ ორი პარტიის ლიდერიღაა დარჩენილი თავისუფლებაზე. და ხვალდაზეგ ჩვენც რა ბედი გვეწევა, არ ვიცით, იმიტომ რომ რა თქმა უნდა ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა ძალიან კარგად იციან, რომ მაგალითად მეც ამჯერ მახსენეს ერთ-ერთ ხტომაზე იმისთვის, რომ მე ვეწევი ამ მუშაობას განსაკუთრებით საგარეო ფრონტზე და წარმოუდგენელი იყო მაგალითად, რომ იმ დღეს, როდესაც მე სტრასბურგში ვიყავი, ეს სამარცხვინო არსება გივი მიქანაძე, რომელიც ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს ზურაბადეიშვილის მინისტრის მოადგილე იყო, იუსტიციის მინისტრის მოადგილე. მე როცა ამერიკის შეერთებულ შტატებში პოლიტიკურ მეცნიერებას და საერთაშორისო ურთიერთობებს და საერთაშორისო სამართალს ვსწავლობდი. იმ წლებში აი სამარცხვინო არსება. ჩემზე რო საუბრობს, რომ თურმე მე რაღაცას ქვეყნის ინტერესის წინააღმდეგ ვაკეთებდი, იმ დღეს ვიყავი ზუსტად სტრასბურგში და წარმოუდგენელი იყო მათთვის, რომ ჩემი სტრასბურგში გაწეული სამუშაოსთვის, რომელიც მესმის, რომ წულუკიანისთვის უკიდურესად მტკივნეულია, იმიტომ რომ მან თავის ვერ გაიტანა და ჩვენი სიმართლე, საქართველოს სიმართლე, პოლიტპატიმრების სიმართლე, პროტესტანტების სიმართლე დავამტკიცეთ. და ეს ძალიან ცუდად აქვს მას ჩარჩენილი, მაგრამ რომ ამის გამო შეიძლება ადამიანი დაიბარონ რაღაც მოგონილ კომისიაზე და სრულიად შეთითქმის, სრულიად აბსურდული, კომიკური ბრალი შემდეგ გაუშვან ციხეში. ასეთივე კომიკურია ბრალი ყველა შემთხვევაში, მაგრამ აი ზურა ჯაფარიძე, რომელსაც დედა გარდაეცვალა იქ ყოფნის დროს და ეს წარმოდგენაც მიჭირს, რამდენად რთული საკითხია არაფრის გამო, როცა ზიხარ ციხეში, ამ კომისიას დაიბარეს, ეს ხელისუფლებაში საერთოდ არ ყოფილა და ეს წინა ხელისუფლების შემსწავლელი კომისია იყო წესით ასე საერთოდ არ ყოფილა, დაეღუპა დედა, რომლის რეალური მეურვე იყო ზურა, იმიტომ რომ ზურას აქვს სამედიცინო განათლება და ეს ერთადერთი შიში მას რაც რეალურად ჰქონდა, იყო ის რომ მოუწევდა ასე მძიმე დავადმყოფი დედის დატოვება და ეს ძალიან კარგად იცოდა ჯალათმა წულუკიანმა, მაგრამ როგორც მამამისა რა უკანკალდა ხელი, როდესაც ყველაზე მეტ დახვრეტის გადაწყვეტილებას მოაწერა ხელი საბჭოთა დროს, არც მას აუკანკალდა ხელი, როდესაც რეალურად ადამიანის მკვლელობას მოაწერა ხელი, როდესაც ზურა ციხეში გაუშვეს. ამ ეთერითაც რა თქმა უნდა უსამძიმრებ გიას
ზურას დღეს მისი ბავშვის დაბადების დღეა და შეიძლება არ ვიცი 2 საათი გამოუშვან მაინც რომ ადამიანი საკუთარ დედას დაემშვიდობოს, მაგრამ მართლა ძალიან ტრაგიკულია. მეორამდენე პოლიტპატიმრის ოჯახის წევრი უნდა დაიღუპოს დარდით, რომ არ ვიცი ჩვენ სათანადოდ გავბრაზდეთ, სათანადოდ კონსოლიდირდეთ, სათანადოდ გავერთიანდეთ იმისთვის რომ ეს კოშმარი, ეს მართლაც რუსული კოშმარი, როგორათაც აფასებენ უკვე ამ რეჟიმს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ერთობლივი ძალისხმევით დავამარცხოთ. და სულ ბოლოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თემაზე უნდა გითხოთ. დღეს მემორანდუმი გაფორმდა ორ პარტიას შორის, ორ კოალიციას შორის, რომლებიც აპირებენ არჩევნებში მონაწილეობას. თქვენ ამაზეც ისაუბრეთ დღევანდელ ბრიფინგზე. ნახეთ ჩვენ ევროპარლამენტის რეზოლუციაც, ამის შემდგომაც პოზიცია არ შეცვალეს მათ და აპირებენ მონაწილეობას. ამის მერე იყო სალომე ზურაბიშვილის განცხადება საერთო წერტილების ბოლო ეტაპზე ბრძოლაში მაინც გაერთიანებაზე. ეს თემა დღესაც გააკეთა კობახიძემ ამაზე აქცენტი, რომ აი შეხედეთ ოპოზიციას, ისინი დაპირისპირებულები არიან და ერთმანეთს დაერივნენ, ამას რომ იტყვის ერთმანეთს მართლა დარეული ივანიშვილის რეჟიმი ხომ გასაგებია, სადაც გადააქვთ ისრები, მაგრამ ცხადია რომ ეს თემა აპირისპირებს ოპოზიციას. ამაზე მინდა რომ თქვენი კომენტარი მოვისმინო, ეს ჩემი ბოლო კითხვა. ხო, არა, რა თქმა უნდა, ხა მეც ნამდვილად ვისურვებდი რომ ერთგვაროვანი და ერთიანი პოზიცია ყოფილიყო და ამიტომ მანამ სანამ ლელომ არ გააკეთა ოფიციალური განცხადება, ჩვენ მაინც ძალიან თავშეკავებული ვიყავით ჩვენ შეფასებებში, იგივეს ვერ ვიტყვი გახარიაზე, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მიმაჩნია რომ ეს ადამიანი ყოველთვის თანამშრომლობდა რეჟიმთან და ახლა უბრალოდ კიდევ ერთხელ გამოავლინა საკუთარი სახე და დაუბრუნდა იმ ქოცურ წიაღს, საიდანაც მოვიდა და რეალურად არასდროს მოწყვეტია, იმიტომ რომ იმ კომისიაზეც რო წარსდგა უფრო მეჯერ ახსენა ნაციონალური მოძრაობა, ვიდრე ეს დანაშაულებრივი კრიმინალური ბანდა, რომელიც ჩვენს ქვეყანას რუსეთში მიათრევს. ახლა მისი ქვეყანაში არ დაბრუნების შემდეგ, როდესაც მან თავიდან აირიდა ის საფრთხე, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურად თვალებში ვუყურებთ, მათ შორის ქალი პოლიტიკოსები, მათ შორის დედები და ადამიანები, რომლებიც უკვე რახანია ციხეში შედან, საუბარი არ მაქვს საერთოდ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე, რომელიც მე-4 წელია ციხეშია და გახარიას ცინიკური და ირონიული განცხადებები პრეზიდენტთან მიმართებაში გვახსოვს ხოლმე, მაგრამ მე არ ვაპირებ რომ მასზე დრო დავხარჯო, იმიტომ რომ ვფიქრობ რომ საქართველოს ამომრჩეველიც მასზე დროს აღარ დახარჯავს და ეს პოლიტიკური პროექტი ბიძინა ივანიშვილს დასრულებული აქვს, შეუძლია ხაზი გადაუსვას. რაც შეეხება ლელოს, ხა ნამდვილად გულის წყრომა არ შემიძლია დავმალო, მაგრამ აქაც უკიდურეს არათანმიმდევრულობასთან გვაქვს საქმე, იმიტომ რომ გვახსოვს ბატონი მამუკა ხაზარაძის განცხადებები გიორგი გახარიაზე, ვინც რჩება პარლამენტში, ის არის ბიძინას რუსული პროექტი, ხო, ამას ამბობდა სულ რამდენიმე თვის წინ, ასევე ბატონი გახარია ბატონ ხაზარაძეზე მას შემდეგ რაც ეს შეთანხმება ვერ შედგა წინა საარჩევნოდ მათ გაერთიანებაზე 1-2 წუთიან ბრიფინგში სიტყვა ხარბი და სიხარბე მე მგონი 12 ჯერ ახსენა რა პიროვნული ევოლუცია განიცადა ასეთი ლელოს ლიდერმა გახარიას თვალში რომ ახლა მაინც მოხერხდა გაერთიანებას ნამდვილში იმიტომ რომ ისინი აღმოჩნდნენ სიტუაციური მოკავშირეები იმისთვის რომ იბრძოლონ მეორე და მესამე ადგილისთვის და ჩვენთვის ეს არ არის ბრძოლა მეორე და მესამე ადგილისთვის ბრძოლა ჩვენთვის ბრძოლა მართლა ეხება ქვეყნის გადარჩენას ქვეყნის დახსნას რუსეთისგან და ამიტომ ძალიან სამწუხაროა რომ ის პოლიტიკური ქორწინება რაც ჩვენ დღეს ვიხილეთ სინამდვილეში არის არა თანამშრომლობის პაქტი გიორგი გახარიასა და მამუკა ხაზარაძეს შორის არამედ რეალურად არის თანამშრომლობის პაქტი ამ ორ პოლიტიკურ ძალას და ბიძინა ივანიშვილს შორის და დარწმუნებული ვარ რომ შედეგსაც შესაბამის და პასუხსაც შესაბამის მიიღებენ ქართველი ხალხისგან. დიდი მადლობა თინა ბოკუჩავას, ეს იყო ჩვენი სტუმარი.